როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარეგნობაზე, უნდა გვესმოდეს, რომ ასტროლოგიური თვალსაზრისით გარეგნობაზე მოქმედებს მთელი რუკა. ყველა ასპექტი, ყველა პლანეტა, ყველა წერტილი. ეს არ არის ისეთი მარტივი, უბრალოდ რომ ყოფილიყო ისეთი მარტივი, ყველგან იდებოდა ამაზე ინფორმაცია, ეს არის უმაღლესი პილოტაჟი ასტროლოგიაში და ზოგადად გარეგნობის აღწერა ნატალური რუკის მიხედვით არის ძალიან რთული, იმიტომ რომ არის ძალიან კომპლექსური. მაგალითად, ელემენტარული ცხვირი რო ავიღოთ, ცხვირის ფორმა რამდენიმე პლანეტას აქვს ზემოქმედება და რა თქმა უნდა სხვადასხვა მეთოდებიდან გამომდინარე იქ სხვადასხვა ასპექტები და სხვადასხვა ნიშნები იქნება აქცენტირებული, მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, ანუ ცხვირის გიდეს ხავს მართველი პლანეტა, სხვა, ცხვირის წვერს ხავს მართველი პლანეტა, სხვა, ანუ აქ ვენერა, ზოგადად ცხვირი არის მარსი, მარსის მდებარეობა ჰაერის ნიშანში ზოგადად ზრდის ცხვირის ზომას, მაგრამ რა თქმა უნდა იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჰაერის სტიქიაში ყავს მარსი, მაგრამ აქვს პატარა ცხვირი ზომით, იმიტომ რომ იქ იქნება სხვა ფაქტორები, რომლებიც გადაფარავენ ამ კონკრეტულ ჰაერის სტიქიას, იმიტომ რომ ასტროლოგიაში ყველაფერი არის დასკვნა, იდება შეკრება, უნდა შევკრიბოთ ყველა მაჩვენებელი და შემდეგ დავდოთ დასკვნა, რომელი სჭარბობს, ესე ვთქვათ, და შემდეგ იდება დასკვნა. პირველ სახლში უბრალოდ ყველა პლანეტა ზოგადად ისედაც უფრო მეტად ჩანს, ამიტომ ეს არის ზოგადად ის მაჩვენებელი, რომელიც უფრო მეტად გამოჩნდება, მაგრამ დეტალები, როგორც არის ცხვირის ზომა, ფორმა, სიმაღლე, ყველაფერი, თუნდაც თვალის ფერიდან დაწყებული ფორმა, ყველაფერი დამოკიდებული არის მთლიანად რუკაზე, ბევრ მაჩვენებლებზე, ეს ყველაფერი უნდა შეიკრიბოს და შემდეგ იდება დასკვნა, ეს არ არის ერთი კონკრეტული მაჩვენებლის მიხედვით გადაწყვეტილი, უბრალოდ პირველ სახლში, რომელიც არიან პლანეტები, უფრო მეტად მოქმედებენ. მაგალითად, ურანი თუ დგას პირველ სახლში, ან მით უმეტეს თუ დგას ასცენდენტთან ახლოს, ბუნებრივია რომ ადამიანს იქნება უფრო ექსცენტრიული რაიმე გარეგნობაში, უფრო შესამჩნევი. ხშირ შემთხვევაში ეს არის ან უაზროდ მაღალი ადამიანი, ან ძალიან დაბალი სიმაღლე, ანუ რადიკალურ ცვლილებას იწვევს სიმაღლეში, ან შესაძლოა იყოს სულ სხვა რამე ექსტრავაგანტური გარეგნობაში, არ არის აუცილებელი იყოს სიმაღლეზე მაინც და მაინც. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ეს არის სიმაღლე, მაგრამ არა ყოველთვის. იგივენაირად არის მაგალითად პროზერპინა, ნებისმიერ სიტუაციაში პროზერპინა ამცირებს ზომებს. ანუ პროზერპინა პირველ სახლში იქნება უფრო პატარა თავი. პროზერპინა რომელიმე პლანეტებთან შეერთებაში შეიძლება მოგვცეს პატარა ყური, პატარა ცხვირი, პატარა თვალი, ყველაფერი პატარა, ანუ სიმაღლე პატარა, უფრო შედარებით შეამციროს ესე ვთქვათ სიმაღლე, ნუ რუკაში სიმაღლეც რა თქმა უნდა ითვლება, ყველაფერი უნდა დათვალო, უნდა შეაჯამო და აქედან გამომდინარე იდება დასკვნა, ამიტომ გარეგნობა ასტროლოგიაში საერთოდ არ არის სახუმარო, ეს არის უმაღლესი პილოტაჟი, ეს არის ის თემა, რომელიც იცის ძალიან ცოტა ადამიანმა თვითონ ასტროლოგებშიც კი.